ბატონო იუნუს, მოგესალმებით და მადლობა თქვენი დროისთვის. Приветствую вас и всю нашу многоуважаемую аудиторию. Гамарджоба Батон Леван. ბატონო იუნუს, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები, რომლებიც ეხება ყველას, მთელ მსოფლიოს. ეს ეხება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, რომელიც ბევრისთვის დემოკრატიულ სამყაროში მოულოდნელი და გაუგებარია. ერთ-ერთ ინტერვიუში მიმდინარე პროცესების შეფასებისას თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენ არის მიმართული. შეგვიფასეთ მიმდინარე პროცესები და როცა ამბობთ, ყველაფერი უკეთესობისკენ კეთდებაო, აქ უკრაინასაც გულისხმობთ. Учитывая, что я не так часто выступаю на იმის გათვალისწინებით, რომ ქართული აუდიტორიის და ტელეარხების წინაშე არც თუ ისე ხშირად გამოვდივარ, მინდა ამ პროცესების თეზისურად შეფასება შემოგთავაზოთ, რაც ერთი ჯაჭვის სხვადასხვა ნაწილებია. დღეს რეალურად მსოფლიოში ტექტონიკური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც იმ პროცესების ტოლფასია, რაც მსოფლიომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იხილა. როცა ვერსალის ხელშეკრულება შეიქმნა, რომელიც ვერ განხორციელდა, ჩაიშალა და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც იალტით დასრულდა. იალტამ კი მსოფლიო ბიპოლარულობამდე მიიყვანა, სადაც მთავარი ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იყვნენ. ცუდად თუ კარგად, ასეთმა მსოფლიომ 90-იანებამდე იარსება. 1991 წელს ყველაზე სტრატეგიული შეცდომა იქნა დაშვებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთში არსებული მისი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. სადაც თუ გახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მდგომარეობა იყო მსგავსი, რასაც დღეს ვხედავთ. მაშინ იყო სწორად აგრესორის ყველაზე დანაშაულებრივი პოლიტიკა. მხედველობაში მყავს ჰიტლერი, რომელიც უკმაყოფილო იყო ვერსალის პირობებით, რითაც გერმანიის დამცირება ხდებოდა. შესაბამისად, გერმანიამ გადაწყვიტა ამ რეალობის შეცვლა. მაშინაც იყო დღეს ცნობილი მიდგომა, გადატვირთვის პოლიტიკა. ეს პარალელები აუცილებლად უნდა გავავლოთ და გავიხსენოთ. ამის შემდეგ მოხდა ცნობილი მიუნხენის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერდნენ ჰიტლერი, მუსოლინი, დელადიე და ჩემბერლინი. მაგრამ ამან არ შეაჩერა მეორე მსოფლიო ომი. შემდეგ იყო საიდუმლო აქტი მოლოტოვ-რიბენტროპი, რომელიც სტალინმა და ჰიტლერმა გააფორმეს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. შედეგად ჰიტლერმა ომახიანად აეპყრო მთელი ევროპა. ერთადერთი, ვინც მაშინ წინააღმდეგობა გაუწია, იყო ჩერჩილი, დელადიე და ჩემბერლინი, მაგრამ პირველ რიგში ვგულისხმობ მაშინდელ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მდივანს კალაჰანს. მათ სურდათ, რომ დიდი ბრიტანეთიც დათანხმებოდა გარიგებას ჰიტლერთან, იმავე მიუნხენის შეთანხმებას, მაგრამ მაშინ ჩერჩილი ამას არ დათანხმდა. ამ ყველაფრის გახსენება და პარალელების გავლება აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ სწორედ ამ ომის დასრულების შემდეგ მაშინვე ჩერჩილი ჩამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფულტონში. მან სწორედ იქ წარმოსთქვა თავისი ცნობილი ფულტონის სიტყვა. ეს ორი მხარეა ერთი მედლის, რის შემდეგ არაც ცხელი, არამედ ცივი ომი დაიწყო, რომელიც 1991 წლამდე გაგრძელდა. სწორედ მაშინ შეასრულა ის ისტორიული მისია უინსტონ ჩერჩილმა. დღეს, როცა ვადარებ იმ დროინდელ პროცესებს, ძალიან ბევრი რამ ემთხვევა და ზუსტად იგივე სურათს ვღებულობთ. იგივე ვლადიმერ პუტინი, სპეცსამსახურები, რომლებიც 25 წლის წინ მივიდნენ ხელისუფლებაში, უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რაც 1991 წელს მოხდა. პუტინი ღიად ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. პუტინმა დაიწყო შიდა პოლიტიკით გამკაცრება ყველა მიმართულებით. მალევე მოხდა ჩეჩნეთის ომი, ვოლგოდონსკის პროცესები. ქვეყნის შიგნით სრული მკაცრი კონტროლი დაამყარა. გროზნო მიწასთან გაასწორა. თუმცა დასავლეთი მიუხედავად ყველაფრისა მასთან გარიგებაზე წავიდა. დასავლეთმა მსგავსი შეთანხმება ჯერ კიდევ ელცინთან გააკეთა. არაფერს ვამბობ სისხლიან ომზე ყარაბაღში, თქვენთან ცხინვალის რეგიონზე, აფხაზეთზე, დნესტრისპირეთზე. ამ ყველაფერზე მაშინდელმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კლინტონმა თვალი დაახუჭა და გარიგებაში შევიდა რუსეთთან. ეს იყო მათი გაგებით იგივე გადატვირთვის პოლიტიკა. თუმცა რეალურად ეს იყო
გარიგება. შემდეგ მათ იგივე გააკეთეს იმავე პუტინთან. მასთან გარიგება გაგრძელდა 2007 წლამდე, მაგრამ უკვე 2007 წელს, როდესაც დასავლეთიდან დიდი ოდენობის ფინანსები შევიდა რუსეთში, პუტინმა თქვა, რომ იცვლება ყველაფერი. ახლა წესები იცვლება, ახალი წესები მინდა. ისევე, როგორც მაშინ ჰიტლერმა თქვა, რომ არ მოსწონდა ვერსალის შეთანხმება და ამიტომ ცვლიდა პროცესებს. ხედავთ, ხო რამდენად მნიშვნელოვანია პარალელების გაკეთება და რამდენი საერთო შეიძლება ვნახოთ. ვაგრძელებ პარალელებს. რა გააკეთა დასავლეთმა მაშინ რუსეთთან მიმართებაში? ისევ გადატვირთვის პოლიტიკა. 2008 წლის აგვისტოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუში უმცროსი. მან ამ აგრესიაზე დახუჭა თვალები, როდესაც ის დემოკრატები მივიდნენ ისევ ხელისუფლებაში და გადაწყვიტეს რუსეთთან გადაეტვირთათ ურთიერთობები. რა მოიტანა ამ გადატვირთვამ? უღალატეს იმ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია. ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი პოლიტიკოსი საქართველოში. თქვენ შეიძლება ის მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ. მე ყოველთვის ღიად ვიტყვი, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე საქართველოსთვის. არც ერთ პოლიტიკოსს საქართველოში დღემდე არ გაუკეთებია. სხვა საქმეა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის შეცდომა იმაში იყო, რომ მას ჰქონდა ერთვექტორული საგარეო პოლიტიკა. მსგავსი შეცდომა ჩვენც აზერბაიჯანმა თავის დროზე დავუშვით. მსგავსი შეცდომა უკრაინამაც და მოლდოველებმაც დაუშვეს. ყველამ, ვინც დავუჯერეთ დასავლეთში მჯდომ მატყუარა პოლიტიკოსებს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს ქადაგებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ეს იყო დემოკრატიისა და ავტოკრატიის ბრძოლა. ეს დემოკრატიები და ავტოკრატიები ჩვენს ზურგს უკან ფულს შოულობდნენ და ღალატობდნენ საკუთარ პრინციპებს. ჩვენ კი ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ კონფლიქტები. აზერბაიჯანში ყარაბაღი, საქართველოში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მოლდოვაში დნესტრისპირეთი. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. ჩნდება კითხვა, ამ დროს დასავლეთმა მხარდაჭერა ვის გამოუცხადა? დასავლეთმა რა თქმა უნდა კრემლს დაუჭირა მხარი. ჯერ კლინტონი გარიგდა კრემლთან, შემდეგ პუტინის რუსეთთან მოხდა იგივე. როცა პუტინის რუსეთმა თქვა, რომ ყველაფერი დასრულდა, ახალი წესებია საჭირო, ეს ყველაფერი ჩემი სტრატეგიული ინტერესების ზონაა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე, არამედ ნატოც. 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდითო. იმავე კულიჩევსკიმ, რუსმა ისტორიკოსმა, რომელიც მე-19 საუკუნეში იყო, გახსოვთ ხო? რა თქვა? ისტორია არ ასწავლის, ისტორიას ჯის, ისტორიული გაკვეთილების არ ცოდნის გამო. აი ეს ხდება დღეს. ამ სასჯელს ვიხდით ჩვენ ყველანი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს სასჯელი დღეს მოვიდა ევროპელებამდეც, რომლებსაც გათვლა ჰქონდათ, რომ ეს მათ არ შეეხებოდა. ევროპელები თან ხვდებოდნენ თამამად კრემლთან, რადგან მათ უკან შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგა იყო. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებიც იცვლება. სოციალური შეკვეთის დრო დადგა. მანამდე შეერთებული შტატების ჰეგემონიას არავინ აყენებდა ეჭვქვეშ. ის იყო მთავარი გეოპოლიტიკური ძალა 91 წლის შემდეგ, როდესაც თითქოს ავტომატურად შეიქმნა ერთპოლარული მსოფლიო. მაგრამ 2007 წლის შემდეგ მსოფლიო უკვე არ არის ისეთი ერთპოლარული, როგორც 91 წლის შემდეგ იყო. რადგან მეორე უდიდესი ეკონომიკა მსოფლიოში უკვე ჩინეთია, თავისი 20%-იანი მშპ-ით, ხოლო შეერთებული შტატების 25%. ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაცხადა, ჩვენთან უნდა გააკეთოთ იალტა. პუტინს დღეს ამის უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. ევროპელები კი აწესებენ სანქციების მორიგ მე-16 პაკეტებს, მაგრამ ამის უკან ნახეთ რა თანხებით ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან. დღემდე მილიარდები მიედინება რუსეთში. ხომ ხედავთ რა დონის ურთიერთობები აქვს კოლექტიურ დასავლეთს და ამ ყალბ დემოკრატებს, ავტოკრატებს. დღემდე ეს გრძელდება. ეს უპირველეს ყოვლისა არის ღალატი იმ ღირებულებების, რომლებსაც ისინი ხადაგებდნენ. დღეს უკვე 20 წელზე მეტი გავატარე ამერიკაში. ნახე ღალატი, რაც მოხდა საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში. ვუყურებ, რომ 3 წელია სააკაშვილი ციხეშია. მისი ბედი არ აღელვებს არც დონალდ ტრამპს, არც ჯო ბაიდენს აღელვებდა, არც შეერთებული შტატების არც ერთ წინა ლიდერს, არც ევროპელ ოფიციალურ პირებს. არავინ არ ფიქრობს სააკაშვილზე. ჩნდება კითხვა, რა ღირებულებებს იცავთ თქვენ? დღეს რაც მოხდა საქართველოში, ეს საზოგადოების გახლეჩვა, რადგან საზოგადოების ნახევარი ჯერ კიდევ აგრძელებს რწმენას იმისა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები მათ გვერდით არიან, ხოლო მეორე ნახევარს უკვე აღარ სჯერა. ამის პარალელურად ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში. ისევ რუსეთი თავისი არმიით, რომელიც ავრცელებს ბოროტებას უკრაინის მიწაზე. საქართველოს ეშინია, რადგან საქართველო მიხილა 2008 წელს დასავლეთის მხრიდან ღალატი. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ხოლო 2009 წელს პუტინთან ფულის კეთება დაიწყეს. თქვენს მერე გაიყიდა უკრაინა.
უკრაინა. რუსეთი, რომელმაც 2014 წელს მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, დაიწყო ხოცვა ჟლეტვა დონბასში. ამის შემდეგ მიდიხართ უკრაინელებს ეუბნებით, რომ თქვენ წინა ხაზზე დგახართ და იცავთ დემოკრატიის ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს. იმავე დროს ამბობთ, რომ ჩვენ დავდგებით თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა და ამ დროს იარაღს არ აწვიან საჭირო დროს, საჭირო მოცულობით. ამ დამოკიდებულების განა არ ესმით იგივე უკრაინაში? ეს არიციან საქართველოში? ეს არიციან მოლდოვაში? ეს არიციან ჩემს მშობლიურ აზერბაიჯანში? რა თქმა უნდა იციან. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ აზერბაიჯანში მოხდა ღირებულებების გადახედვა პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და მთლიანად აზერბაიჯანულ საზოგადოებაში. ჩემთვის ეს ღირებულებების გადახედვა მოხდა მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ. თუ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს იცავენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რატომ არ მოხდა ამ პრინციპებით მოქმედება აზერბაიჯანის მიმართ? იმის უფლებას, რა უფლებასაც აძლევენ სომხებს, იმის უფლებას არასდროს მისცემდნენ აზერბაიჯანს და არც საქართველოს, სამხრეთ კავკასიაში. დღეს სომხეთი იმყოფება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. სომხეთი დღეს არის ევროაზიული კავშირი, საბაჟო კავშირი. მეგობრული ურთიერთობა აქვს იმავე ირანთან, რომელიც დასავლეთის მტრად ითვლება. ძალიან კარგი ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა იმავე რუსეთთან. ამაზე მუდმივად ხუჭავდნენ თვალს. მათ არ ადარდებთ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება საქართველოში, რა ხდება აზერბაიჯანში, რადგან მათთვის აზერბაიჯანი და სომალიც ერთი და იგივეა. რა განსხვავებაა? იქაც ხდება ომი, იქაც ადამიანები იღუპებიან. დონალდ ტრამპისთვის პირადად დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების ცნება არ არსებობს. ის არის ამერიკელი კაპიტალისტი, მისთვის ამერიკა პირველ ადგილზეა. ამიტომ აქ მორალის ძიებას აზრი არ აქვს. ჩემი მშობლიური აზერბაიჯანი ამას ხვდება. ჩვენ მოვახდინეთ თანაბარი დისტანცია მრავალმხრივი პოლიტიკით. ეს პოლიტიკა სხვათა შორის ხაზგასმით ვამბობ, ძალიან ჰგავს იგივე თურქეთის პოლიტიკას. დააკვირდით, დღეს თურქეთი რეგიონალურ ძალად იქცა. ყველა სურს მეგობრობა თურქეთთან, რუსეთს, უკრაინას, ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპასაც, რადგან გეოგრაფია ჯერ კიდევ არავის გააუქმებია. იმისთვის, რომ მეგობრობდნენ, თურქეთი უნდა გაძლიერდეს. ხოლო რამდენად უნდა გაძლიერდეს? პირველ რიგში ეს არის არმია. ეს არის სწორედ არმია, ეს არის სამხედრო საწარმო კომპლექსი. მსოფლიოში არც ისეთი ბევრი ქვეყანაა, რომელსაც აქვს არმია და სამხედრო საწარმო კომპლექსი. აზერბაიჯანი სწორედ რომ თურქეთის გზით წავიდა. აზერბაიჯანს დღეს ძლიერი 200,000-იანი ჯარი ყავს. სამხედრო საწარმოც გვაქვს. გვყავს ძლიერი მოკავშირეები: თურქეთი, მაღალტექნოლოგიური ისრაელი, ბირთვული პაკისტანი, რუსეთის და ირანის, ასევე საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ნეიტრალიზება მოვახდინეთ. ეს არის სწორი პოლიტიკა ამ გეოგრაფიისთვის. ყარაბაღის მეორე ომი და შედეგებიც შესაბამისი. ეს არის სწორი პოლიტიკა, ეს საქართველოსთვისაც სწორი პოლიტიკაა. მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს დღეს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ბევრი რამისგან იცავს. იცავს როგორც ევროპიდან, იმ ძალებისგან, რომლებიც თქვენზე ზეწოლას ახდენენ, ისევე რუსეთისგან და ირანისგანაც. იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს დღეს საქართველოს წინააღმდეგ, მათ მოუწევთ შეჯახება იმავე თურქეთთან და აზერბაიჯანთან. რადგან ეს ეკონომიკური პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს, რადგან სამხრეთ კავკასიაში შესასვლელი არის აზერბაიჯანი, გასვლა კი საქართველო, ამ პირიქით. ამ ყველაფერს დეტალურად ყვები იმიტომ, რომ ქართველმა მსმენელმა და მაყურებელმა გაიგოს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში. ამ პროცესებში დიდი ქვეყნები არიან ჩართულნი. ერთგვარი სამკუთხედია შექმნილი. მთავარი მოთამაშეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, რომლებსაც დასუსტებული რუსეთის გამოყენება სურთ ერთმანეთის წინააღმდეგ. ტრამპის მიზანია დასუსტებული რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენოს და შესაბამისად რევერანსებს უკეთებს. ეს პოლიტიკა მსგავსია იმისა კისინჯერმა და ნიქსონმა, რომ დასუსტებული ჩინეთის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოიყენეს. დონალდ ტრამპის ტაქტიკა ამაშია. როდესაც ამხელა ქვეყნების ჭიდილი მიმდინარეობს, ამ ქვეყნების ირგვლივ არსებულ პატარა ქვეყნებს ეს პროცესები ისრუტავს და ამიტომ აუცილებელია მზად იყოთ იმისთვის, რომ საჭიროა დისტანცირება, როგორც ეს მოახერხა აზერბაიჯანმა. Вот Азербайджан равно удален, и вам надо быть равно удален. ეს პროცესი უკრაინის საზიანოდ მიმდინარეობს.
დიახ, უბრალოდ უკრაინა დღეს პირველ ხაზზე აღმოჩნდა და ისევ უნდათ, რომ უკრაინას უღალატონ. როგორც ჩვენ გვიღალატეს 92-ში, როგორც გიღალატეს 2008-ში და როგორც უღალატეს უკრაინას 2014-ში. უბრალოდ ერთი რამ, რაც მათ გამოსდით და დღის წესრიგი შეუცვალა, ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი, რომელიც გმირულად იბრძვის 2022 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც ზელენსკიმ უარი თქვა დასავლეთის მიერ შეთავაზებულ კორიდორზე და თვითმფრინავზე, რომ დაეტოვებინა უკრაინა. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ეს მაშინ, როდესაც დღეს არსებული მხარდაჭერის ნახევარიც კი არ ჰქონდათ. არავისგან მათ მხარდაჭერა იმ მომენტში არ ჰქონდათ. უკრაინელებმა 3 წელიწადში გააკეთეს წარმოუდგენელი რამ, რაც მოხდა ევროპაში ამ მოძრაობაში და რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ გამოავლინა მან მტკიცე ხასიათი, ის, რაც მანაჩვენა დონალდ ტრამპს, ვერც სტრამერი, ვერც მაკრონი ვერ ახერხებენ ამის ჩვენებას. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ომი არ მიმდინარეობს და ბირთვული ქვეყნები არიან, ზელენსკიმ კი აჩვენა ხასიათი. მან თქვა, რომ წინამორბედი პრეზიდენტების მსგავსად მასზე ვერ მოახდენდნენ ზეწოლას და მათთვის სასურველ შეთანხმებაზე ვერ მოაწერდნენ ხელს. მინსკი პირველი და მინსკი მეორეს მსგავსად. მან მკაფიოდ თქვა, რომ მინსკ 3-ს არასდროს ხელს არ მოაწერს. დღეს ევროპის კონტინენტზე ზელენსკი ასრულებს იგივე როლს, რომელიც თავის დროზე ჩერჩილმა შეასრულა. აკვირდებით, ხო ზელენსკის ირგვლივ ხდება გაერთიანება. ევროპა ამას უკრაინის სიყვარულის გამო კი არ აკეთებს. თვით გადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ. ჩვენ აზერბაიჯანელებმა, თქვენ ქართველებმა, საუბედუროდ ჩვენმა მეზობლებმა სომხებმა უნდა გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. არ უნდა დაუჯეროთ მათ. მათი დონაციების და ფინანსური დახმარებების არ უნდა დავიჯეროთ. ჩვენს რეგიონში მოდიან ამ მიზეზით, რის შემდეგაც მათი მძევლები ხვდებით. შემდეგ იქმნება კონფლიქტები, რომლის მოგვარებით მთელი რეგიონის კონტროლში აყვანა აქვთ მიზნად. ჩვენ მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ რომ მოგვეხერხებინა 30-35 წლის განმავლობაში სწორი დასკვნების გაკეთება და შესაბამისად მოქმედება, აქ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა იქნებოდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ლიდერის როლს აქ ახორციელებს ჩემი სამშობლო აზერბაიჯანი. მე ძალიან მიხარია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები არსებობს. მიყვარს, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობები თურქეთთან გრძელდება. ყველაზე სუსტი რგოლი აქ არის თავად სომხეთი, როგორც გეოგრაფიულად, ისე შიდა პოლიტიკურად. ძალიან არ მსურს, რომ რომელიმე გარე მოთამაშემ, იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა, დაიწყოს სიტუაციის არევა საქართველოში, რადგან ცალსახად როგორც ხედავთ, რაც ხდება უკრაინის პოლიგონზე, ეს უნდა იყოს დიდი გაკვეთილი ყველა ქართველისათვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც წინააღმდეგია ხელისუფლების, ან ვინც საერთოდ აპოლიტიკურია. მაგრამ მთავარი გაკვეთილი თქვენთვის უნდა ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს ომი. თქვენი მესამე პრეზიდენტი დღეს ტყვეთ არის ციხეში, ხოლო მისი ბედი არც ერთ დასავლეს არ ადარდებს. ესეც უნდა იყოს თქვენთვის გაკვეთილი. ყველაფერი თქვენივე ხელშია. არ უნდა დაუჯეროთ ლამაზ სიტყვებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ამის დაცვით გამოწვეულ კონფრონტაციაში დასავლეთი ისევ მიგატოვებთ და ზურგში დანას ჩაგარტყამთ. მათთვის საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება დაირღვეს დიდი გეოპოლიტიკური მიზნების გამო. დიდი ქვეყნების, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი ან დიდი ბრიტანეთი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლო აზერბაიჯანი აღარ იქნება ხელწამოსაკრავი ბიჭუნა. Я еще раз повторюсь, я очень рад, что мой родной Азербайджан уже не мальчик для битья. არაერთხელ აღნიშნეთ მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილი ის პრეზიდენტია, რომლისთვისაც ევროინტეგრაცია პრიორიტეტული იყო. ევროკავშირში გაწევრიანება, ნატო. ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს დგამდა. თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის ეს მიმართულებები არ უნდა იყოს პრიორიტეტული? სწორად გავიგე? Для Азербайджана и для Грузии это не должно быть приоритетным направлением. Я вас правильно же понял? Вы меня правильно поняли. Вот смотрите. დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ. აზერბაიჯანს აქვს შუშის დეკლარაცია თურქეთთან. თურქეთი ნატოს მეორე არმია. რა არის ნატოს მეხუთე მუხლი? მეხუთე მუხლი არც ერთხელ არ იყო გამოყენებული ნატოს არსებობის განმავლობაში. გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წელს 11 სექტემბრის ტრაგედია მოხდა. თუმცა მისი აღსრულება არც მომხდარა, რადგან ამერიკელებმა თავად მოაგვარეს მაშინ არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ნატოს მეხუთე მუხლი არასოდეს ყოფილა გამოყენებული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ოდესმე იქნება გამოყენებული, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება ბოლოს 3 წლის განმავლობაში რუსულ-უკრაინულ ომში. თული არაა მივხვდეთ ამას, რადგან ომში ჩართვა არავის სურს. აზერბაიჯანის შუშის დეკლარაცია კი ასეთია. საჭიროების შემთხვევაში ერთი პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე სამხედრო მხარდაჭერას საკუთარი ჯარით უზრუნველყოფს. თურქეთის მილიონიანი არმია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოპერატიულად მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ან პირიქით აზერბაიჯანის 200,000-იანი არმია დაუჭერს მხარს თურქეთის ტერიტორიაზე. რეალურად ყველაფერი ასე უნდა მუშაობდეს. ჩნდება კითხვა, ამ რეალობაში რაში მჭირდება მე ნატო, როდესაც დღეს აზერბაიჯანულ-თურქული არმია ერთიანია. მე ვიმედოვნებ, რომ შუშის შეთანხმების მსგავსი ასევე გაფორმდება თურქეთსა და საქართველოს შორის. იმისათვის, რომ ლოგისტიკურად დაცული იყოს ეს ყველაფერი, რადგან თქვენ იცით ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის ფარგლებში, ეს უნდა იყოს დაცული. იმიტომ, რომ ეკონომიკური ინტერესების დაცვა პირველ რიგში მძლავრი სამხედრო კომპონენტია. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი რა თქმა უნდა ეკონომიკური სტრუქტურაა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საჯაროდ. განაცხადა, რომ სამყარო არ არის მხოლოდ 5 მუდმივი წევრი, უსაფრთხოების საბჭოს წევრი. თურქეთი უნდა იყოს ევროკავშირში ვეტოს უფლებით. მან თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების გარანტიები თურქეთის გარეშე შეუძლებელია, რადგან დღეს თურქეთის არმიაა ევროპულ კონტინენტზე ყველაზე ძლიერი. ამერიკა ოკეანის მიღმაა. ასე რომ თუ თქვენ გსურთ უსაფრთხოების გარანტიები, აქ უნდა დავამატოთ უკრაინის 800,000-იანი სამხედრო არმია. თუ ამას დავუმატებთ ბირთვულ ქოლგებს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გამოჩნდება გარკვეული რეალური უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ მთავარი, რაც თქვა თურქეთმა ისაა, რომ თურქეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გასცეს უსაფრთხოების გარანტიები, როცა ის გახდება ამ ოჯახის ევროკავშირის წევრი. ამიტომ საჭიროა მიიღონ თურქეთი ევროკავშირში. 20 წელზე მეტია თურქეთს არ უშვებენ ევროკავშირში. რატომ? არ მოსწონთ ეს გერმანელებს, არ მოსწონთ ეს ფრანგებს, ან ეს ქრისტიანული კლუბია მხოლოდ, როდესაც ნატოს უწევს ბრძოლა. მაშინვე მუსლიმი თურქები რატომ ახსენდებათ? თუ ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ, მე არ ვფიქრობ, რომ ევროპისთვის უსაფრთხოების რაიმე გარანტიები შეიძლება რეალური იყოს, თუ არ არსებობს რეალური სამხედრო ძალა, რადგან რეალური სამხედრო ძალა 1 წლის განმავლობაში არ აშენდება. სამხედრო ძალები ადგილზე უკვე უნდა არსებობდნენ. ამიტომ საქართველოს იგივეს უნდა დააკვირდეს. აზერბაიჯანი არ არის წინააღმდეგი, მაგალითად, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში. თუ თქვენ მიგიღებენ, მაგრამ თქვენ არ მიგიღებენ, თქვენ გატყუებენ. თქვენ არ მიგიღებენ ნატოში, ჩვენ არ გვიღებენ ევროკავშირში. ამ საკითხით ანკეზზე იყავით მოქცეული. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიკეთეს. ჩვენ არ ვართ პრორუსულები, ჩვენ არ ვართ პროამერიკელები, ჩვენ არ ვართ პროევროპელები, ჩვენ ვართ პროაზერბაიჯანელები. ამიტომ თქვენც გახდით პროქართველები. თქვენ ეს უნდა გაგეგოთ ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ. სამწუხაროდ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. Лучше поздно, чем никогда. Спасибо. Я хочу вернуться к вопросу უკრაინის საკითხს მინდა დავუბრუნდეთ. რა მოხდება უკრაინასთან დაკავშირებით? ტრამპის პოზიციისა და განცხადებების გათვალისწინებით, რომელმაც განაცხადა, რომ ზელენსკი დიქტატორია და მისი რეიტინგი დაახლოებით 4%-აო. შემდეგ ცოტა მოგვიანებით თქვა, რომ მას ეს განცხადება არ გაუკეთებია. შეჩერებული იყო სამხედრო დახმარება. კიდევ ერთხელ უნდა მოვახდინოთ თქვენი სიტყვების ციტირება. თქვენ სტატიაში აღნიშნეთ, რომ ზელენსკის ტაქტიკამ დასავლეთთან ურთიერთობისას ის დამოუკიდებელ მოთამაშედ აქცია. ამიტომაც ახლა ყველა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც იძულებულია გაითვალისწინონ მისი ფაქტორი. ის, რაც დღეს ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, შეიძლება ეწოდოს, რომ ზელენსკის ფაქტორის გათვალისწინება ხდება. თუ 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ტრამპის ხელმძღვანელობით სულ სხვა რამის დამტკიცება სურდა. в овальном кабинете администрации США во главе Трампа, это указывает, может, на что-то другое?
Что произошло в овальном кабинете, это была провокация. რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, ეს იყო პროვოკაცია პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ, რომლის შედეგად მათ ჰქონდათ სხვა შედეგის მოლოდინი. ფიქრობდნენ, რომ მისი დამცირებით ის დამარცხდებოდა ამ სიტყვიერ ჭიდილში, რადგან ზელენსკის წინ იჯდა ადმინისტრაციის გუნდი ტრამპის მეთაურობით, ხოლო ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების პოზიციიდან. უნდა ითქვას, რომ ეს ისტორიული მომენტი იყო უკრაინისთვის და პირადად პრეზიდენტ ზელენსკისთვის. მან მოიგო ეს ბრძოლა. მისი რეიტინგი 3-დე აიწია. დონალდ ტრამპის გუნდიდან და რუსეთის მარია ზახაროვას გარდა. დღეს არავინ უჭერს მხარს დონალდ ტრამპს იმაში, თუ რაც მოხდა 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში. მთელი მსოფლიო დღეს პრეზიდენტ ზელენსკის უჭერს მხარს, რადგან სინამდვილეში ის ამ სიტუაციაში ღირსეულად მოიქცა. მან აჩვენა, რომ ის არ არის ადვილად სამართავი ბიჭი. მან მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის გარეშე, უკრაინის ზურგს უკან ვერავინ შეძლებს რაიმე გადაწყვეტილებების მიღებას. ოვალური კაბინეტის შოუმ არაფერი მოიტანა. უბრალოდ მისი მოცილება მოუწევთ და როგორ უნდა მოხდეს ეს? ფიზიკურად, რადგან პოლიტიკურად მისი მოცილება შეუძლებელია. ის დღეს ნომერი 1 არის უკრაინისთვის. ის დღეს ნომერი 1 არის მთელი კოლექტიური დასავლეთისთვის. ამასთან ის ევროპელებისთვის იგივე ჩერჩილის როლს თამაშობს. უყურეთ, როგორ იღებენ მას. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკიმ აჩვენა ხასიათი ოვალურ კაბინეტში, ფაქტიურად რამდენიმე დღის შემდეგ მან საჯაროდ თქვა, რომ არ მოიხდიდა ბოდიშს. როცა მას უთხრეს, რომ მან უნდა მოიხადოს ბოდიში, მან იმავე Fox News-ზე განაცხადა, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას. როდესაც ზელენსკი კულისებს მიღმა შეხვდა სტრამერს, მაკრონს ამ თემაზე ისაუბრეს და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რითაც შეუნარჩუნებდნენ სახეს დონალდ ტრამპს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემდეგ დაწერა X-ზე, რომელიც დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან ზელენსკისგან წერილი მიიღო. რეალურად მას არანაირი წერილი არ მიუღია. ზელენსკიმ უბრალოდ დატვიტა X-ზე. ეს რას ნიშნავს? ეს იმაზე მეტყველებს, რომ დონალდ ტრამპი მიხვდა ზედმეტი მოუვიდათ, რამაც მათ იმიჯზე დაარტყა. თუ მათ სურთ მასთან მუშაობა, უნდა გაითვალისწინონ მათი ინტერესებიც. ზელენსკიმ გაუთამაშა ამ ტვიტით ტრამპს, რომ მან საკუთარი სახის შენარჩუნებისთვის გამოიყენოს. კაფიოდ ჩანს, რომ დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ზელენსკის ფაქტორს ითვალისწინებენ, რაც ვიხილეთ ბრიუსელში. თუ როგორ ხვდებოდნენ ზელენსკის ევროპელი ლიდერები, მათ ესმით, რომ ზელენსკი ერთადერთი ცემენტია, მათი ჩერჩილია, რადგან საკუთარი ჩერჩილი მათ არ ჰყავთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი ევროკავშირის სიტუაციური მოკავშირე ხდება. ჩინეთის წარმომადგენლის განცხადება ვიხილეთ, რომელმაც ვაშინგტონს გადაუარა. ძალიან ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური პროცესებს. მე არ მგონია, რომ ისინი შეძლებენ უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა მოახდინონ, როგორც ამას წინა მორბედებზე ახერხებდნენ. Они смогут продавить президента Зеленского, как они до этого продавливали всех предыдущих лидеров Украины. ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული, სამხედრო დახმარების დაპაუზება, ამავდროულად დაზვერვითი ინფორმაციის არ მიწოდება. ეს ხომ ერთგვარი ზეწოლა იყო უკრაინაზე, რათა ზელენსკი გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წასულიყო. აქ ხომ მთავარი კითხვა ისაა, ტრამპს უახლოეს მომავალში სურს მშვიდობის დამყარება, მაგრამ არაფერს ამბობს, რა შედეგით სურს მას ამის მიღწევა. როგორ ფიქრობთ, თუ რა შედეგით იქნება მიღწეული მშვიდობა ტრამპისთვის მნიშვნელოვანია? დონალდ ტრამპს სულ არ ანაღვლებს არც უკრაინა და არც რუსეთი. მას მხოლოდ შედეგი სჭირდება. თუ ამ შედეგს უკრაინის ხარჯზე მიაღწევს, ის ამაზე წავა. თუ რუსეთის ხარჯზე მიაღწევს, ამაზეც წავა. ორივეს ხარჯზე ამაზეც თანახმაა. შედეგს რომ მიაღწიოს, მან პროცესი უნდა დაიწყოს. უკრაინა ზოგადად ამ პროცესის დაწყების წინააღმდეგი იყო. ტრამპს არ გააჩნია კონკრეტული სამშვიდობო გეგმა. ის იწყებს პროცესს და ფიქრობს იმის მიხედვით, თუ როგორ წავა პროცესი და შესაბამისად იმოქმედებს. პროცესის დროს გამოიკვეთება მხარეების მოთხოვნები. რუსეთი წარადგენს საკუთარ მოთხოვნებს. და რა, ზელენსკი ამას დათანხმდება? გამორიცხულია. ვნახეთ ოვალურ კაბინეტში მისი მკაფიო პოზიცია. ზელენსკიმ ღიად თქვა უარი და დახურულ კარს მიღმა ხომ მით უმეტეს. ამასთან დააკვირდით გენერალი ზალუჟნის განცხადებას, რომელიც დიდ ბრიტანეთში ელჩის მისიას ახორციელებს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ზელენსკის და გადაუარა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც
ადმინისტრაცია ახორციელებს. ეს იმით არის საყურადღებო, რომ თუ ზელენსკის გაწევა სურთ, პოტენციური შემცველის პოზიცია მნიშვნელოვანია. დღეს უკრაინაში ორი პოლიტიკოსია ძლიერი, რომლებსაც მძლავრი სახალხო მხარდაჭერა გააჩნიათ. ესენი არიან ზელენსკი და გენერალი ზალუჟნი. თუ ვინმეს ეგონა, რომ ზალუჟნის მოსვლით მორიგი მინსკის 3 ხელშეკრულების ხელმოწერის იძულება მოხდებოდა, მათ ავანსად პირდაპირ უთხრა ზალუჟნიმ, რომ ეს არასოდეს მოხდება. მე არ მინდა სხვა უკრაინელი პოლიტიკოსების გვარები დავასახელო. ყველა ის, ვინც ზელენსკიმდე იყვნენ, ბრალში არიან იმ ყველაფერში, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ეს ადამიანები გუშინდელი დღეა უკრაინის. დღეს ზელენსკის რეიტინგი მაღალია. მას ეს ესმის და სხვები ამას ითვალისწინებენ. დღეს როგორც ამერიკა ითხოვს არჩევნებს, რომ ჩატარდეს უკრაინაში, მხოლოდ ორი ძლიერი პოლიტიკოსია: ზელენსკი და ზალუჟნი. მათ შეუძლიათ საზოგადოების გაერთიანება, სამხედრო პოლიტიკური მტკიცე პოლიტიკის გატარება. თქვენ იცით, მე ოპოზიციაში ვიყავი აზერბაიჯანში არსებული ხელისუფლების. 20 წელი ვიცხოვრე ემიგრაციაში. მერე ყარაბაღის ომი დაიწყო. მე დღეს ერთ სანგრევში ვარ ჩემს ხელისუფლებასთან ერთად. მე ყველა საზოგადოებრივ პოლიტიკური აქტიურობა მივატოვე. ყველა ის ზღაპარი ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მათი მე უკვე აღარ მჯერა. მე ჩემი გაგება მაქვს ამ ყველაფერზე. ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პირველ ადგილზეა. ამისათვის სამხედრო ცენზურა იყო საჭირო? ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინათ. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ ომში. უბრალოდ ჩვენთან ერთად არ ხარობენ ამ გამარჯვებით. არც რუსეთში, არც ირანში, არც ევროპაში უხარიათ. კიდევ აქეთ გვეუბნებიან რაღაცეებს. როგორც უნდათ, ისე მოიხსენიან აზერბაიჯანი, არსებული ხელისუფლება, სულ არ მაღელვებს. დღეს მე ამაყად თავაწეული დავდივარ. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენს ქვეყანაში თავად განვახორციელებთ რეფორმებს, მათი რჩევების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია, როცა ომი იწყება. აქილევსის ქუსლია ეს უკრაინისთვის, საქართველოსთვის, სომხეთისთვის და მოლდოვისთვისაც. დღეს აზერბაიჯანში ამ საკითხის მიმართ ოპოზიცია და ოპოზიციური აზრი არ არსებობს. ამ აქილევსის ქუსლით მუდმივად თქვენი მოწინააღმდეგე ისარგებლებს თქვენს წინააღმდეგ. პირველ რიგში იგივე რუსეთი. В первую очередь та же Россия. А спекулировать на этом будут именно те, ანუ თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ აზერბაიჯანში დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლება, პრეზიდენტი არ იცვლება. Если в результате этого мы вернули Карабах, თუ ამის შედეგად ჩვენ დავიბრუნეთ ყარაბაღი და 7 მომიჯნავე რაიონი, აღვადგინეთ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც სურთ ისე უწოდონ აზერბაიჯანში არსებულ ხელისუფლებას, ავტორიტარული თუ სხვა რამე. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს უკრაინას სტაჟს უკრავენ. ამავდროულად საჭირო მოცულობის იარაღს არ აცდიან და შეიძლება ქვეყანა როგორც სახელმწიფო აღარ იარსებოს. ასევე შეიძლება მოხდეს საქართველოშიც, მოლდოვაშიც, რადგან რუსეთი მოახდენს დაპყრობას. მე ძალიან კარგად მესმის იმისა, რომ აზერბაიჯანში ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უნდა გადაიჭრას, მაგრამ ამ საკითხების გადაჭრას ევროკავშირის მხარდაჭერით არ განვახორციელებთ, რომლებიც აგრესორს უჭერდნენ მხარს. ჩვენ თავად გადავჭრით ჩვენ საკითხებს, ჩვენი ოჯახის ფარგლებში. თუ ვინმე ამ ყალბი იდეების გატარებას შეეცდება, ჩვენთან და ამავდროულად ზურგს უკან დანის ჩარტყმას გააგრძელებს, ამ თამაშებში პირადად მე თამაში არ მინდა. Я вас понял, спасибо. და ბოლოს, რომ შევაჯამოთ მიმდინარე პროცესები, როგორ შეიძლება დასრულდეს და რას უნდა ველოდოთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობიდან. ჩვენ ამ პროცესში ვართ. ახლახანს ვიყავი აზერბაიჯანში ლექციებით. ერთ-ერთი ლექციის დროს გავიხსენეს სოკრატეს და პლატონის საუბარი. ამ საუბარში იყო შემდეგი წინადადება: რთული დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს. ძლიერი ადამიანები ქმნიან კარგ დროს. კარგი დრო შობს სუსტ ადამიანებს. სუსტი ადამიანები აბრუნებენ რთულ დროს. თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დაშლას, სუსტი იყო მიხაილ გარბაჩოვი და დაიშალა კავშირი. შემდეგ მოდის პუტინი, ელცინის პერიოდი, გარდამავალ პერიოდად ითვლება. იყო რთული დრო, რამაც პუტინი მოიყვანა. სპეცსამსახურები, ქარიზმატული ლიდერები 25 წელია ხელისუფლებაში არიან. ახლა ვნახოთ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო რთული პერიოდი, მოვიდა ტრამპი, სოციალური დაკვეთით. ამ ლექციის ფარგლებში მე კითხვის ნიშანი დავსვი. დონალდ ტრამპი ის ძლიერი ადამიანია, რომელიც რთული დროს შემდეგ მოდის. არ ვიცი, ვნახოთ. ამისათვის მას 2 წელია. ვინაიდან თქვენ იცით, 2 წელიწადში კონგრესის შუალედური არჩევნებია. საინტერესო პროცესია
პროცესებია. სოფლიოში ტექტონიკური ცვლილებებია. ჩვენ უნდა გვესმოდეს რა ხდება სოფლიოში. ჩვენს პატარა გეოგრაფიაში სახელად სამხრეთ კავკასია არ უნდა გავხდეთ ეფიმერული იდეების მძევალი. ამავე ინტერვიუს ფარგლებში მინდა საქართველოს ქართველებს მოძმეერს მიმართონ. აზერბაიჯანი ყოველთვის განიცდიდა იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა საქართველოში. ჩვენ ანალიტიკოსები ყოველთვის ფრთხილ შეფასებებს ვაკეთებთ. როდესაც საქართველოს საკითხზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ გვინდა მხარი დაუჭიროთ არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას. ვინაიდან ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ქართველები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში მიღებულია როგორც აზერბაიჯანის დიდი მეგობარი. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანისთვის მტკივნეულია პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს კონსოლიდირებული საზოგადოება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს კონსოლიდირებული საზოგადოება. ჩვენ საერთო მოწინააღმდეგეები გვყავს. პირველ რიგში ისინი არიან ჩრდილოეთით და სამხრეთით. მე მიხარია, რომ სტრატეგიული ურთიერთობები ავაწყეთ შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული. სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რომელსაც საქართველოში მიესალმებიან. მოდით ამ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გავაკეთოთ აქცენტი და ნუ ვიქნებით შემოგზავნილი ადამიანების ღირებულებების